მიმიფურთხებია ჩემი გულისათვის, რომელსაც შეუძლია ვიღაცა მოიძულოს. სხვანაირად შეუძლებელი იყო ქრისტიანი თუ მოყვასისადმი დამოკიდებულება ზუსტად ისეთი არა გაქვს, როგორც ღმერთსა. ეს არის შემთთვის ნიშნული. ჩვენ კიდე საწინააღმდეგოს ვაკეთებ, საწინააღმდეგოს ვხედავ. პირიქით, გაგულისებულები ვარ. არ გსურს მოყვას ვაპატიოთ, არ გსურს მის სიყვარული. იმიტომ რომ ის დამნაშავეა და შენ ვინახარ? შენ ვინახარ? ხო ხარ მართალი? ხო ხარ შენ იმის მსაჯული? ესე იგი ხო იკავებ შენ ღმერთის ადგილს? ის ვინც ღმერთის ადგილი დაიკავა, ვინ არის? რა ქვია ის? ვინც მოინდომა ეს? სატანათა. გესმის, ეშმაკს ბაძავ და არა ღმერთს აი ამ შენი საქციელი. დაიძახე ხა ქრისტიანობა. თუ ადამიანი ამ მიმართულებით ასე განვითარდება, შეუძლებელია, რომ ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვა, მოვიდა 2000 წლის, როცა შენთან მოვა, გამოცხადები, გულს შეეხება, შენ იცნობ მას და მიხვდები.